e წერტილის y კოორდინატი არის 0, მაგრამ მისი x კოორდინატი არ არის 0. სად შეიძლება მდებარეობდეს e წერტილი კოორდინატთა სიბრტყეზე? ახლა, რადგან y კოორდინატია 0, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ s წერტილი არის x ღერძზე მოთავსებული. z ღერძზე. ამიტომ x ღერძი პირდაპირ სწორი ვარიანტია. შემდეგ, რადგან ვიცით, რომ x კოორდინატი არ არის 0, y ღერძი ვერ იქნება სწორი ვარიანტი. იმიტომ რომ x კოორდინატი რომ იყოს 0, მაშინ სათავეში იქნებოდა ეს წერტილი და y ღერძზეც იქნებოდა და x-ზეც, მაგრამ რადგან x კოორდინატი რაღაცა 0-ისგან განსხვავებულია, ესე იგი ეს წერტილი არ მდებარეობს y ღერძზე. ახლა ვნახოთ, მეოთხედები რას ნიშნავს? მეოთხედები, ეს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე თითოეული არის ღერძებს შორის სივრცეები. მაგრამ რადგან ჩვენ ვიცით, რომ z ღერძზე მდებარეობს, ანუ მდებარეობს მეოთხედებს შორის გამყოფ საზღვარზე, არც ერთი აქედან არ უნდა იყოს სწორი პასუხი. ანუ ერთადერთი დაგვრჩა, რომ ეს წერტილი მდებარეობს x ღერძზე. შემდეგი. გადაადგილეთ წერტილი კოორდინატებზე -1, 5 და მონიშნეთ მისი მდებარეობა საკოორდინატო სიბრტყეზე. კარგი. ჯერ გვინდა x კოორდინატი, ანუ -1 და შემდეგ y კოორდინატი, ანუ 5. ესე იგი ავდივართ 5-ით ზემოთ. აი აქ. 5-ს გავუტოლოთ. ახლა ვნახოთ რომელ მეოთხედშია. ღერძებზე ცხადი არ არის, პირდაპირ გამოვრიცხეთ და ახლა გავიხსენოთ როგორ ითვლება კოორდინატები რა შუაშია და მეოთხედები. ეს არის პირველი მეოთხედი, სადაც x და y კოორდინატები დადებითია. შემდეგ ეს არის მეორე მეოთხედი, სადაც x კოორდინატები უარყოფითია და y კოორდინატები დადებითი. შემდეგ მოდის მესამე მეოთხედი, სადაც x-იც და y-იც ორივე კოორდინატი არის უარყოფითი და შემდეგ მოდის მეოთხე მეოთხედი, სადაც x კოორდინატები დადებითებია, ხოლო y კოორდინატები უარყოფითები. რადგან ჩვენ ვართ მეოთხედში, რომელშიც x კოორდინატები არის უარყოფითი, ხოლო y კოორდინატები დადებითი, ეს უნდა იყოს მეორე მეოთხედი. ან მარტივად რომ დაიმახსოვროთ, საათის ისრის საწინააღმდეგოდ ვითვლით, აი აქედან ვიწყებთ 1, 2, 3, 4. ესე იგი ეს არის მეორე მეოთხედი. მონიშნეთ მეოთხედი ან ღერძი საკოორდინატო სიბრტყეზე, სადაც კოორდინატების წყვილი მდებარეობს. 9.5 და 0. რადგან 9.5 გვაქვს, ესე იგი გვაქვს დადებითი x კოორდინატი. და რადგან y ღერძი არის 0, y ღერძი კი არა და y კოორდინატი არის 0. ეს ნიშნავს, რომ ეს წერტილი მდებარეობს zx ღერძზე, ამიტომ ეს იქნება სწორი პასუხი. zx ღერძზე იქნება 9.5 წერტილზე. შემდეგ -4 და 7. -4 არის უარყოფითი x კოორდინატი, 7 არის დადებითი y კოორდინატი. ეს ნიშნავს, რომ ვართ მეორე მეოთხედში, სადაც x კოორდინატები უარყოფითია, y კოორდინატები დადებითი. და ბოლო, -1, -8, ორივე კოორდინატი უარყოფითია, ეს აუცილებლად არის მესამე მეოთხედი. ესე იგი, მეორე მეოთხედი, მესამე მეოთხედი. აქ შეიძლება მეოთხედის ნაცვლად სხვა რაღაც თქვი. უნდა მეთქვა მეორე მეოთხედი. და ეს არის მესამე მეოთხედი.